საერთაშორისო ამანათების გაგზავნა ხშირად ძვირი, ნელი და არც თუ მოქნილი პროცესია. ამ რეალობის საპასუხოდ პირველად მსოფლიოში საერთაშორისო ამანათების გაგზავნა შესაძლებელი ხდება P2P მოდელით, მობილური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც ამანათის გამგზავნებს პირდაპირ აკავშირებს მოგზაურებთან, რომლებიც უკვე მიფრინავენ კონკრეტული მიმართულებით. ინოვაციური ქართული სტარტაპი ოდინი 2026 წლის პირველ კვარტალში ჩაეშვება და ბაზარს ტრადიციული საკურიერო სერვისების ნაცვლად ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ალტერნატივას თავაზობს. რაც გულისხმობს სტარტაპის შეთავაზება და მოგზაურებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების რა შესაძლებლობას ქმნის ისტუმრებთან სტარტაპის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი რაზმაძესთან და ტექნოლოგიურ დირექტორთან გიორგი შალამბერძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. მადლობა გაცემაშტომრობისთვის. ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ჩვენგანი ვართ მეტნაკლებად ის ადამიანები, ვინცაც ან გაგვიგზავნია ამანათი, ან მიგვიღია. ამიტომ ძალიან საინტერესოა რეალურად რა შეიძლება შეცვალოს თქვენ მიერ წამოწყებულმა სტარტაპმა და თქვენმა იდეამ. ამიტომ თავდაპირველად მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რაზეა საუბარი და მე უკვე განვიხილოთ, რამდენად შესაძლებელია, როგორ შეიძლება ამის გამოყენება, თითოეულმა ჩვენგანმა როგორ შეიძლება ამით ვისარგებლოთ და შემდგომ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. აპლიკაცია ოდინი არის თამაშობს შემაკავშირებლის როლს. ერთის მხრივ ადამიანებს აკავშირებს, რომელთაც სურთ ნივთების საზღვარგარეთ გაგზავნა მოგზაურებთან, რომლებიც მიემგზავრებიან იმავე მიმართულებით, აქვთ თავისუფალი ბარგის ადგილი და სურთ ამ თავისუფალი ბარგის უტილიზებით თანხის გამომუშავება. ჩვენ როგორც ჩვენი აპლიკაცია მხოლოდ შემაკავშირებლის როლს თამაშობს, რათა უფრო მარტივი გახადოს ამანათების გაგზავნა საზღვარგარეთ. რა გზას გადის ესა თუ ის ამანათი კონკრეტულად მიღებიდან დანიშნულების ადგილამდე. ანუ მე ვარ ჩემს მაგალითად მივდივარ პირობითად ევროპის რომელიღაც X ქვეყანაში და როგორ უნდა დამიკავშირდეს მე, როგორ ხდება მთლიანობაში ეს სისტემა, როგორ მუშაობს? კი ბატონო. როგორ იმუშავებს უფრო ზუსტად? როდესაც მოხმარებელი, როდესაც აპლიკაციას გადმოიწერს, ძალიან მარტივად შეუძლია აპლიკაციაში შემოსვლა Facebook-ით, ჩვეულებრივად მეილით, ან მისი Apple თუ Google აკაუნტით. ამის შემდგომ მომხმარებელს მას უნდა გააგზავნოს ნივთი თუ წაიღოს ნივთი, ჭირდება რომ გაიაროს ჩვენი KYC ვერიფიკაცია. რომელიც საკმაოდ მარტივი პროცესია, მაგრამ ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს და საკმაოდ მკაცრიც არის. პირველ რიგში მომხმარებელი, როდესაც ჩვენთან შემოვა, გაივლის მოგვაწოდებს მის ფაქტობრივ საცხოვრებელს, ამის შემდგომ გაივლის იდენტომატის ვერიფიკაციას, რაც მოიცავს სახის ვერიფიკაციას, თვალის ვერიფიკაციას, ლაივ ვერიფიკაციას. ამის შემდგომ მოგვაწვდის მის იდენტიფიკაციის დოკუმენტაციას, როგორც არის პასპორტი, შეიძლება იყოს ეს ID ბარათი, ან შეიძლება იყოს მართვის მოწმობა. ამის შემდეგ მომხმარებელი უკვე თავისუფალია, რომ ერთ დღეს დადოს შეკვეთა, რომ რაღაცის გაგზავნა, როდესაც სურს დადოს შეკვეთა, ხოლო მეორე დღეს განაცხადი შეავსოს და წაიღოს რამე. იმის შემდეგ, რაც KYC-ს გაივლის. რატომ საიდან გაჩნდა ეს იდეა, რამ კონკრეტულად სიტუაცია გიბიძგებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ ეს ერთი და პირობითად შეზღუდული არის თუ არა ან გამგზავნი, ან წამღები კილოგრამებში მოცულობაში და შემდგომ, ანუ კონკრეტულად რაღაც X ტვირთი უნდა იყოს, დაუშვათ პირობითად 5 კილოგრამი და არ შეიძლება მეტი, თუ აი ეს სქემა როგორ არის დამუშავებული ამ სისტემაში? დიახ, შეზღუდული არის, ჩვენ ვართ მცირე და საშუალო ამანათების აპლიკაცია. იდეაში მაქსიმალური წონა არის 20 კილოგრამი, ხოლო მინიმალური წონა არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შეკავშირდეს ნივთის გამგზავნი მოგზაურთან, ნივთის გამგზავნი ავსებს ფორმას, სადაც უთითებს ნივთის სახეობას, ფოტოებს ურთავს, მის გარშემოწერილობას, დაახლოებით წონას. საწყის და სასრულ ლოკაციას უნდა კარიდან კარში ან კარიდან აეროპორტში მოხდეს მიწოდება. ანუ ეს დეტალებიც იქნება დაზუსტებული. კი ბატონო, ხოლო მოგზაური კი თავის მხრივ ჩვენ გვიტვირთავს მისი ბილეთის კონფირმაციის კოდს და რადგანაც მას უკვე იდენტომატის ვერიფიკაცია გავლილი აქვს, ჩვენი საპორტი იღებს ამ კონფირმაციის კოდს, აქედან ამოღებული ინფორმაციის დადარება ხდება უკვე იდენტომატიდან მიღებულ ინფორმაციაზე და თუ ეს ერთი მომხმარებელია, ამის შემდეგ შეუძლია დაარეგისტრიროს მისი მოგზაურობა.
აქ შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, სანდოობა. რატომ უნდა გენდოთ? სანდოობას უზრუნველყოფთ მკაცრი ვერიფიკაციის პროცესს, როგორც გიორგიმ უკვე აღნიშნა, ანუ KYC, რომელიც ნიშნავს მომხმარებლის როგორც გამგზავნის, ასე ტვირთის გადამზიდის, ანუ მოგზაურის სრულად სახის ვერიფიკაციას. მან უნდა მოგვაწოდოს რომელიმე დოკუმენტიდან ერთ-ერთი, ანუ პირადობა, პასპორტი ან მარცმოწმობა და ამის შემდეგ უკვე ალგორითმით მოხდება მისი ფოტოსი და დოკუმენტის ერთმანეთთან დადარება და ვეცოდინება, რომ ნამდვილად ეს მოგზაური არის ან ნივთის წამღები, ან ნივთის გამგზავნა. სატესტო რეჟიმში გატესტილი გაქვთ ეს სისტემა, რამდენად მუშაობს? კი, გავუტესტეთ უკვე, ანუ ოდნიში მუშაობს დაახლოებით 10 კაცი, 10-დან 12 კაცამდე, ეხა უკვე ბოლოსკენ ვართ გასულები და ზოგ სანკლების ამუშავო ზოგს მეტი და გარშემო ეხა ჩვენი რაღაც თანამშრომლები და ოჯახის წევრები, მეგობრები რამდენიმეჯერ დავტესტეთ უკვე ეს მოდელი და წარმატებით მოკლედ ჩავიდა ერთი დანიშნულებიდან მეორეში ამანათი. კი ბატონო, უფრო მეტ განვითარებას ამ პროექტის როგორ გესახებათ, როდიდან უნდა ჩაუშვათ უკვე ეს პროგრამა, ეს დავაზუსტოთ და მე განვითარება როგორ გესახებათ ამ პროგრამის? შიდა ტესტირების ფაზაში ვართ ახლა, როგორც გიორგიმ უკვე თქვა, დაახლოებით, მხოლოდ დაახლოებები არ არის, დაახლოებით 350 ადამიანმა უკვე ისარგებლა შიდა ტესტირების ფარგლებში. რამდენია გათვლილი ამ ტექნოლოგია რის საშუალებას გვაძლევს, რამდენმა 1000-მა მომხმარებელმა შეიძლება ისარგებლოს ამით? განუსაზღვრელი რაოდენობა არის, მაგრამ ანუ შეიძლება პირობითად 100,000-მა ადამიანმა ისარგებლოს? კი და ეგეც არის გათვლა, რომ რაც შეიძლება მეტმა ისარგებლოს. თქვენი სარგებელი რა არის გარდა ამ სატესტო ნაწილისა? და იმას აუცილებლად დაუბრუნდები დეტალებს. ნებისმიერი ხო, მიდი. ჯობია რომ შემოყვას. ჩვენი სარგებელი არის თითოეული საკომისიო და საკომისიოს ვიღოთ, თუმცა commission based body ინგლისურით, ანუ საკომისიოზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელი ვართ, ანუ როდესაც გამგზავნი ნივთის წამღებს გადაუხდის თანხას, ამ თანხის პროპორციულ რაღაც ნაწილს ვიღებ ჩვენ. კი ბატონო, და რატომ უნდა იყოს დაინტერესებული დაუშვათ წამღები ამ პროექტში ჩართვით, ანუ მისი სარგებელი რა არის, ესეც რომ აუხსნათ კარგად? მისი სარგებელი თვითონ გადამზიდის თუ ნივთის გამგზავნის? დიახ, გისმენთ. კი, ანუ გადამზიდზე მეკითხებით თუ ნივთის გამგზავნის ნივთის წამღებზე, ამ შემთხვევაში პირობითად კონკრეტულ პიროვნებაზე. ნივთის წამღებს რეალურად შეუძლია ის თანხა გამოიმუშაოს, რაც უკვე ბილეთში დახარჯა. ანუ რეალურად, როდესაც მე მაქვს მაგალითად მივდივარ რომელიმე დანიშნულების ადგილას, მაგრამ მადრიდში ან ნებისმიერ ადგილას, სამოგზაუროდ უბრალოდ, ანუ არც რაღაც საქმიანი პროცესი შეხვედრა, მაგრამ არაფერი უბრალოდ მინდა მოგზაურობა, შემიძლია რომ ოდინის მეშვეობით ეს თანხა უკვე გამოიმუშაო რა, ანუ ის ბილეთის თანხა მოკლედ ერთ სიტყვით ამოვიღო და იმას თქვა რა ქვია. კი ბატონო. და როდის ჩაეშვება ეს სისტემა, ესეც აუხსნათ მაყურებელს? კი ბატონო, დაახლოებით 2 თვეში ჩაეშვება უკვე აპლიკაცია, როგორც გითხარით, შიდა ტესტირების ფაზაშია და გვინდა რომ პროდუქტი, როდესაც მომხმარებელი პირველად პროდუქტს გაეცნობა, იყოს უნაკლო და სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად არის უბრალოდ შიდა ტესტირების ფაზაშია. რაც შეეხება რა მიზნები გვაქვს, ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებმა მარტივად შორმანძილებზე შეძლონ ნივთის გაგზავნა, ხოლო მოგზაურებმა მეორე მხრივ შეძლონ, რომ არც თუ ისე იაფია ბილეთები დღეს ჯერ კიდევ მეტად მასაში მაინც ფუფუნებად ითვლება ფრენა. ჩვენ მეორე მხრივ გვინდა რომ მოგზაურებს შეუმსუბუქოთ ეს ფინანსური ტვირთი, რასაც ბილეთის ყიდვა და მოგზაურობა ქვია. და გათვლებით უკვე სტატისტიკა გვაქვს, რომლითაც 5 კილოგრამი თავისუფალი ბარგის წაღების შემთხვევაში, 4 ამანათის წაღების შემთხვევაში დაახლოებით საშუალო ბილეთის ღირებულების 120% უნდა გამოიმუშაოს მოგზაურმა. საინტერესო. წარმატებებს გისურვებთ ამ საკმაოდ საინტერესო წამოწყებაში. ორი გიორგი რაზმაძე და გიორგი შალამბერძე იყვნენ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმრები.